ვნებამ დღეს მისივე სახელმწიფო ბრალდებით და სასამართლო განჩინებით ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიმინალური რეჟიმია. ასე ეწოდება მმართველობის მოდელს, რომლის სათავეშიც სასამართლოების მიერ დადასტურებული დამნაშავე უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ღარიბაშვილი, რომელმაც ბრალი აღიარა, რომ პრემიერობის პერიოდში დანაშაულ ჩადიოდა, მრავალ ათეულათასიანი მანქანით და დაცვით დაბრუნდა სახლში. ეგაა, რომ სამოგზაუროდ ვეღარ ივლის ვერც ჩარტერით და ვერც ჩვეულებრივი რეისით. მაფიამ პასპორტი ჩამოართვა. ანუ მზია მაღლობელი და ნინო დათაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენდნენ, მიიმალებოდნენ და ხელახალ დანაშაულებს ჩაიდენდნენ და ამიტომ შეუფარდეს პატიმრობა, ხოლო ყოფილი პრემიერი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, 1000-ჯერ დიდი გავლენების მქონე ღარიბაშვილი ამას არ იზამს და პატიმრობის აუცილებლობა ამიტომაც არ არსებობს. იმავე შენობაში პატიმრობა შეუფარდეს პროტესტის რამდენიმე მონაწილეს იმედის და რუსთავი ორის გადამღები ჯგუფების მიმართ გამოჩენილი უხეშობის გამო. ამ დროს პირდაპირ ეთერში ვნახეთ TV ფორმულას და პირველი ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის პირდაპირ გაგებით კისრის მოტეხის მცდელობები, რომელზე გამოძიებებიც არსად მისულა, იმიტომ რომ არსადაც არ წასულა. რეპრესიები კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და ინტენსიური გახდება, რადგან რეჟიმი ძალადობრივ სპირალშია შესული და წონასწორობის შენარჩუნებას მხოლოდ მეთოდური სიმკაცრის გამოყენების პერსპექტივით უყურებს. ეს სამართლებრივი ქაოსი სისტემის არაადამიანურ გამოვლინებებთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანში გააჩენს წინააღმდეგობის სურვილს. ეს პროცესი დასრულდება იმ მომენტში, როცა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ჯარიმები, აკრძალვები თუ მეტიც პატიმრობები დაკარგავს თავის მნიშვნელობას, ხოლო მათი აღსრულების ისტერიული მცდელობები თავისი კარიკატურული და ბრიყმული შეცდომებით ყველა ფენაში უკიდურეს უკურეაქციას გამოიწვევს. პოლიციის იმიჯს საბოლოოდ დაასამარებს ისე, რომ ეს პოლიციელებისთვისაც სრულიად აუტანელი გახდება და შექმნის მკაფიო კონსენსუსს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი მიუღებელია და ის უნდა წავიდეს. ამას ოცნების რიგებში ქაოსიც ემატება. ღარიბაშვილს რა ბრალით წაუყენეს იმავე ბრალდებით ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერ თავის კორუფციულ ჯაჭვზე გამოკიდებულ ადამიანს მიუბრუნდეს. პარლამენტის წევრს, პროკურორს, პოლიციის უფროს, მოსამართლეს თუ ამ არაჯანსაღ სისტემაზე მიბმულ ბიზნესმენებს. რეჟიმი იმ ფაზაშია, როცა მისთვის უკვე ყოველი ფულიანი კაცი ან ქალი ცილოსანი საყურადღებოდ საშიშია, იმიტომ რომ მათ გვერდზე გახედვად შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. და რადგან ფული საქართველოში მხოლოდ ქოცურ ელიტას შერჩა და გაუმრავლდა, ივანიშვილი ახლა სწორედ მათ მოუჭერს. პარადოქსია, მაგრამ თუ ქოცებს ამ ქვეყანაში შვიდად ცხოვრება უნდათ, მათთვისაც საუკეთესო გამოსავალი ერთია: რეჟიმი უნდა დასრულდეს.